მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და უსტატუსო დევნილები. ამ პრობლემის ადგილზე გასაცნობად მედია ჯგუფი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანტკარს ესტუმრა. თუმცა მანამდე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა მეგობრობის ხიდი ქართლოსის ოფისში გამართეს, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა. ჩვენი მიზანია რომ გავიგოთ თუ რა მდგომარეობა სტატუსო დევნილებთან დაკავშირებით და ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას, როგორც მედია აშუქებდა ერთ-ერთი პრობლემური თემი იყო ზარდიანტკარელი მოსახლეობა. საუბრეს ძირითად პრობლემებზე, თუ რა პრობლემებია ზარდიანტკარში, გუგუთიანტკარში და ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებზე. დავესწარი შეხვედრას როგორც ქართლოსის წარმომადგენელთან ორგანიზაციისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში პრობლემების გამოკვეთა და მათ ადვოკატირებაზე მუშაობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წლების განმავლობაში მუშაობენ, იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ძირითადი პრობლემა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა გაცილებით უფრო მეტი არის გასაკეთებელი. იგივე დაიწყო გაზიფიცირების პროგრამა დაიწყო სოფლებში. მიეხედა ნაწილობრივ სასმელ და სარწყავ წყალს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ პროგრამებს და სხვადასხვა სამინისტროების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს აკლიათ კოორდინაცია და შეთანხმება. ერთი საკითხი, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, ეს არის გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული სოფლების ზოგადად ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარება, მათი იმ საჭიროებების გამოკვლევა და მოგვარება სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის გასწვრივ, როგორც კონტროლირებად ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ჟურნალისტებისთვის მედიატურის მოწყობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სხვა სოფლებშიც გეგმავს. მეგობრობის ხიდი ქართლოსი კი ქართული მედია ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებს პერიოდულად სტუმრობს და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობა.